კავშირი ობიექტივი პირდაპირ ეთერში განაგრძობს მაუწყებლობას. გადაცემით ახალგაზრდული სული. დღევანდელი გადაცემის წამყვანები კვლავ უცვლელად მე მარიამ კაპანაძე და ესმა გუმბერძე გახლავართ. ჩვენს მაყურებელს გაგაცნობთ ჩვენს ტელეფონის ნომერს 238805, ხოლო Skype-ის მისამართია ობიექტივი 2 ლათინური ასოებით. დაგვირეკეთ, გამოთქვით თქვენი მოსაზრება და ჩვენ შეძლებისდაგვარად კვლავ გიპასუხებთ. იმედია დღევანდელი ჩვენი თემით მაყურებელი დაინტერესდება და ვინც დღევანდელი თემის ერთ-ერთი მონაწილე იქნება, შეგიძლიათ დაგვირეკოთ, გვიანბოთ თქვენი ამბავით და ჩვენც აუცილებლად მოგისმენთ. დღევანდელ ჩვენ სტუმრებს კი ესმა წარგიდგენთ. ესმა ხაზზე ხარ? დიახ, მოგესალმებით. რა თქმა უნდა, მინდა პირველ რიგში აღნიშნო, რომ შეუძლებელი იყო უბრალოდ ორ ისეთ მნიშვნელოვან საკითხს დაემთხვა ჩვენი წინა გადაცემა, ან წინა გადაცემის პერიოდი, რომ ძალიან რთული იყო ჩვენთვის არჩევანის გაკეთება და ვინაიდან და რადგანაც ამ თემის გამოტოვება არაფრით არ შეიძლებოდა, ამიტომ მოგვიანებით მაინც დავუბრუნდით მას, კერძოდ კი 13 ივნისის ტრაგედიის წლის თავს. განვიხილავთ და დღეს ვისაუბრებთ მოხალისეობაზე, ახალგაზრდებზე, მათ სოლიდარობაზე და იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია მოხალისეობას და უანგარო შრომას. ჩვენი დღევანდელი სტუმრები კი არიან სტუდენტები, ნოდარ თოთაძე, მარიამ ინჭკია და ვანცა გვერდწითელი. მოგესალმებით. პირველ რიგში და ასევე მგონი ჩვენ პირველ რიგში უნდა გავუშვათ ვიდეო, რომელიც გაგვახსენებს იმ დროინდელ ამბებს. თუ შეიძლება გავუშვათ ვიდეო. ფოტოები გავუშვათ. უკაცრავად, თუ შეიძლება ფოტოები გავუშვათ, აწერია Z ვიდეოს. ეს ფაქტები ჩვენ ნამდვილად გვახსენებს იმ ტრაგედიას და ამ ტრაგედიაზე საუბარს არც კონკრეტული დრო სჭირდება და არც კონკრეტული მომენტი. ამაზე რაც ვტკივავ, ამაზე ყოველთვის შეგვიძლია ვისაუბროთ და მგონი თქვენც დამეთანხმებით ამაში. მოდი ესმა გადავიდეთ ჩვენ სტუმრებზე. ან თუ გნებავთ ესმა გავუშვათ ვიდეოც, ვარე მის ვიდეოც. მოდით ვნახოთ ვიდეო, რით დაიწყო ყველაფერი, საიდან დაიწყო ყველაფერი, თუ შეიძლება გავუშვათ ის ვიდეოც და შემდგომში გადავიდეთ სტუმრთან.
დაიწყო ყველაფერი და როგორ განვითარდა. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, ვინ თუ თქვენ რომელიმე თქვენგანი ხართ დააზარალებული, შეგვიძლიათ დაგვირეკოთ და გითხრათ, გვიამბოთ თქვენი ამბავი. ჩვენ მოგისმენთ და გავიზიარებთ თქვენს ტკივილს, წუხილს. იმ დაღუპულებს კი, ვინც იმ დღეს გარდაიცვალა, მათი ოჯახის წევრებს კი თანაგრძნობას უცხადებთ ჩვენი გადაცემის სახელით. ახლა კი კითხვებზე და გადავიდეთ. მოდი სათითაოდ თუ შეიძლება სამივე თქვენთაგანმა რომ მოგვიყვეთ, როგორ იყო თქვენთვის 13 ივნისი, ანუ როგორ დაიწყო თქვენთვის ეს დღე და შემდეგ როგორ ჩართეთ სამოხალისეო საქმიანობაში, თუ შეიძლება ნოდარ თქვენგან დავიწყებთ. მოგესალმებით. პირველ რიგში და მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ ასევე გაგვაცანით თქვენი თავი ცხოვრა თქმა უნდა. კი ბატონო, მე გახლავ ვარ ნოდარ თოთაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. და პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ თქვენთვის კვლავ აქტუალური არის და გადაცემა სულხმით ამ საკითხს, რადგან მნიშვნელოვანი და ძალიან მტკივნეული დღე იყო ეს თითოეული ჩვენგანისთვის. ჩემთვის პირადად 13 ივნისი დაიწყო ჩვეულებრივად, ვიყავი უნივერსიტეტში გამოსული მეგობრებთან, შემდეგ გარკვეულ საქმეებზე და შემდეგ დავბრუნდი სახლში და ამას ისევე როგორც მე ვერავინ ვერ წარმოიდგენდა ალბათ, რომ ესეთი დიდი ტრაგედია დატრიალდებოდა თბილისში. ჩემთვის ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მეც გავიგე ინტერნეტის და ტელევიზიების და პრესის საშუალებით ეს ყველაფერი. შემდეგ მეორე დღეს როგორც კი გახდა იმის საჭიროება, რომ ჩვენ მოქალაქეები უნდა ჩართულიყავით ამ პროცესში და მივხმარებოდით იქ მობილიზებულ ხალხს, მე ჩემს მეგობრებთან ერთად წავედი წითელ ჯვარში, ანუ შევიერთდი მათ ჰქონდათ მობილიზება გამოცხადებული და მათი ეგიდით მე პირადად მონაწილეობდი გმირთა მოედანზე არსებული გვირაბის გაწმენდით სამუშაოებში. რა შეგრძნება გქონდა? ერთი მხრივ აქ არის ორი მომენტი. ერთი მხრივ ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია მატერიალურ ზარართან ერთად და ყველაზე მთავარი რაც იყო აქ იყო, რომ ადამიანები შეეწირნენ ამას და ადამიანების სიცოცხლე დაიღუპნენ ისინი ამ ტრაგედიის შედეგად. სხვა საქმე არის თუ რა მიზეზებმა განაპირობა ეს ყველაფერი. მაგრამ მოხდა ასე და მეორე მხრივ ამაზე ეს იყო დიდი ტკივილი ჩვენთვის და მეორე მხრივ აი ის ერთობის შეგრძნება რაც იმ დღეს მოხდა 14-ში, 15-ში და 16-ში აი ეს ერთად დარაზმული ახალგაზრდები რომლებიც ერთად იდგნენ და ერთად ეს ალბათ უფრო გაძლიერებდა. აი ეს იყო სიამაყის გრძნობა ძალიან დიდი. აქ ამ პერიოდში ძალიან ბევრი დაიწერა, ძალიან ბევრი საუბარი მიდიოდა იმაზე, რომ აი ქართულმა ახალგაზრდულმა სულისკვეთებამ გაიღვიძა. მე ვხედავდი ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას დარაზმულს. ვინ გაორგანიზებდათ ხოლმე, ანუ კოორდინატორები ვინმე ყავდათ აი ამ მოხალისეთა ჯგუფები, როგორ ორგანიზდებოდა ზოგადად? იყო რამდენიმე ჯგუფი, რომელიც მოხალისეების გადანაწილებას აკეთებდა და მე ნამდვილად არ ვიცი სხვა ჯგუფები როგორ მოხდნენ იქ და ის ვიცი რომ როდესაც მე სურვილი მქონდა მე შევსულიყავი იმ ტერიტორიაზე და მე მეღო მონაწილეობა უბრალოდ ესე არ შემიშვეს. შემდეგ წავედი წითელ ჯვარში და გავერთიანდი მათთან და ანუ მათი ეგიდით შევედი იმ ტერიტორიაზე, რადგანაც იქ პოლიცია იყო მობილიზებული და ესე უბრალოდ არ ხდებოდა შესვლა და წითელი ჯვარი უკვე ანაწილებდა აკეთებდა როტაციის პრინციპით, ანუ ერთი ჯგუფი მიყავდა, შემდეგ ისინი ისვენებდნენ, შემდეგ მეორე ჯგუფი შეყავდათ და ასე შემდეგ. ნუ ეს ყველაფერი დიდი რაოდენობა იყო, ხო? კი, ხალხის ძალიან დიდი რაოდენობა იყო და ყველაზე მთავარი განხორციელების მიზეზი, ვისიც თავიდან აცილება თუ იყო შესაძლებელი, თუ შეგიძლიათ რამე რო გამოყვოთ აი ამ ყველაფრის იცით რა არის ამასთან დაკავშირებით დაიდო ძალიან ბევრი დასკვნა და გაკეთდა ექსპერტების კვლევები და მე რამდენადაც ვიცნობ ამ ინფორმაციას პრინციპში შესაძლებელი იყო და საერთოდ შეცდომა არის დაშვებული ჩემი აზრით და ძალიან ბევრი ექსპერტის აზრითაც იმაში რომ აქ ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მომხდარიყო ჩარევა ბუნებასთან მიმართებაში, ანუ მდინარე ვერესტ-ხეობა არ ყოფილა ეს პრობლემა არ დამდგარა 2015 წელს ეს ძველი ამბავი არის და პრინციპში იმ ესტაკადის ამშენებლებსაც უნდა სცოდნოდათ ის რომ ვერე პერიოდულად თავს ახსენებდა საზოგადოებას ჯერ კიდე 1924 წელს 24 წლის გაზეთში კომუნისტი არის სტატია 14 ივნისის სტატია არის სადაც
საუბარი არის რომ 13 ივნისს ზუსტად მოხდა მსგავსი ხო წყალმოვარდნა ასე ვთქვათ, მაგრამ საბედნიეროდ იმ პერიოდში აქ განაშენიანება არ იყო და არ მომხდარა ხალხის ხო ადამიანები არ დაღუპულან. იცით რა მაინტერესებს, ანუ შემდგომ თქვენ იქ მუშაობდით და შემდგომ რა თქმა უნდა იქ ჯანმრთელობის დიზინტერია ის ყველაფერი ხო დაბინძურებული იყო იქ რომ ანუ შემდგომ თქვენ ჯანმრთელობაზე თუ ზრუნავდა ვინმე, ანუ ყურადღებას თუ გაქცევდნენ ამ ყველაფრის ჩავლის მერე რამე პრობლემა ხო არ შეგექმნათ ჯანმრთელობის მხრივ თუნდაც? მე პირადად მსგავსი პრობლემა არ მქონია და ანუ თელჯუდანაც არ დამდგარი იმის საჭიროება მე მგონი რომ დავკავშირებოდნენ ამასთან დაკავშირებით ანუ თვითონ თქვენ ვინც ეხმარებოდით არავითარი დაზიანება არ გქონიათ ხო მსგავსი ანუ ხო მუშაობის პროცესია და იქ რაღაც შეიძლება ვიღაცამ ხელი მოიტეხოს ვიღაცამ ფეხი მოიტეხოს ანუ იცით მე სადაც ვიყავი ჩემს გარშემო მსგავსი რაღაც არ მომხდარა მე ვიყავი ჩემ მეგობრებთან ერთად ღმერთთა მოედანზე ჩემ მეგობრების ნაწილი მზიდურში იყვნენ და ასე შემდეგ და ნუ იქ საკმაოდ რთული იყო იმიტომ რომ გვირაბში მუშაობდით და ამის გასუფთავება მაგრამ ნუ ზედამხედველებიც ყავდა საქალაქო სამსახური მუშაობდა აქ და პლუს ჩვენ მოხალისეები და საკმაოდ ორგანიზებულად ხდებოდა ეს ყველაფერი ადამიანთა რაოდენობა დიდი იყო და ერთმანეთს ვენაცვლებოდით ასე ვთქვა და კიდევ საინტერესო და ჩემთვის ძალიან ის კარგი ფაქტი იყო ის რომ აი ამ ღმერთთა მოედნის გვირაბში როდესაც მივედით და დავიწყეთ სამუშაოები აღმოჩნდით თავიდან ვერ მივხვდით ვინები იყვნენ რა თქმა უნდა უცხოელები ინგლისურ ენაზე საუბრობდნენ და თან მუშაობდნენ და აღმოჩნდა რომ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები იყვნენ შემდეგ გავიცანით ვისაუბრეთ და აი ეს თანადგომა ანუ ჩვენ არათუ ქართველი ახალგაზრდები გავერთიანდით ჩვენ პრინციპში ეს ახალგაზრდების გან წამოვიდა ეს ყველაფერი და აი ეს მოხდილი და мотиваციის შემდეგ სხვადასხვა საელჩოები, ორგანიზაციები უცხოელებით შემოგვიერთდნენ და ეს იყო დიდი გლობალური ერთობა. მე გვანცასთან მინდა ახლა კითხვით გადავიდე. თქვენს თუ შეიძლება გაგვიზიარეთ თქვენ როგორ ჩაერთეთ მოხალისეობაში და ასევე ძალიან მინდა დავსვა კითხვა ძალიან ბევრი დაბნეულობა იყო იმ დღეებში შიშის მომენტიც იმიტომ რომ თუნდაც ვებხმა ადამიანი დაგლიჯა აი როგორ თქვენ დავშათ როგორ გრძნობდით თავს რაღაცა რისკის შეგრძნება როგორ გქონდათ და რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით მოგესალმებით, მე ვარ გვანცა გვერდწითელი, ჯიპა სტუდენტი, კურსი დამთავრებული უკვე. 13 ივნისის ტრაგედიის დროს, უკვე 14 ივნისს მე თბილისში არ ვიმყოფებოდი და შესაბამისად ამ საქმიანობებში ცოტა უკვე მოგვიანებით ჩავერთე. თუმცა მაშინაც იმ დღეს, როდესაც მე თბილისში არ ვიყავი, მაშინაც ძალიან ძაფრი შეგრძნებები მახსოვს, როდესაც ყოველ წუთს მქონდა კავშირი მეგობრებთან, რომლებიც აქ იმყოფებოდნენ და ღმერთთა მოედანზე იყვნენ და სულ თვალს ვლდებოდნენ ისინი რას აკეთებდნენ და სულ მინდოდა რომ მეც რაღაცნაირად აქ ყოფილიყავ, იმიტომ რომ ზოგადად ასეთი ტრაგედიების დროს ასე მგონია რომ ადამიანი იმდენად უსუსროდ გრძნობს თავს რომ პირველ რიგში რაც ხალხს მოვიდა აზრად ყველას ერთად შეიძლება ერთს არა და ანუ ყველას ერთად მოვიდა ეგ აზრი რომ გასულიყო და თავისი ხელით რაღაც გაეკეთებინა. რაც შეეხება თვითონ იმ პერიოდს, როდესაც რა თქმა უნდა დაცულად არ გრძნობდი თავს და არავინ არ გრძნობდა ჩემი აზრით დაცულად თავს და ისეთი სიტუაცია იყო რომ დაცულად ვერც იგრძნობდი ვერანაირად თავს უბრალოდ არის რაღაც კრიტიკული მომენტები ანუ არა მხოლოდ ესეთი ბუნებრივი კატასტროფების დროს სხვა სახის მოვლენები ანუ ომის დროს როდესაც დაცულად უბრალოდ ვერ იგრძნობ თავს თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ანუ იმ მომენტში უბრალოდ სხვანაირად არ შეიძლება და ანუ არაფერი არ ჩემი აზრით ვერაფერს ვერ გააკეთებდი იმისთვის რომ უბრალოდ დაცულად გაგრძნო თავი იმ დროისაც სახში მყოფი ახალგაზრდებიც კი დაცულად ვერ იგრძნობდნენ თავს მოგეხსენებათ ცხოველები იყვნენ გარეთ და ვერავინ ვერ იგრძნობდა თავს დაცულად იყო პანიკა შიში ხო ესე იყო მე ესე მახსოვს და მე ესე განვიცდი ყოველ შემთხვევაში მეც დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას მე რომ ჩემი მიზეზები არ მქონოდა და იყო რა თქმა უნდა ბოროტი ხუმრობებიც ხო წეგან სანამ ეთერში შემოვიდოდით მარიამმა მოყვა რაღაცები მოდი მარიამ გაგვაცანი შენი თავი გვიანბე როგორ ჩაერთე ამ ყველაფერში და ვისაუბროთ შემდეგ. მე მარიამ ინჯგია ვარ, დიდი მადლობა აქ მოწვევისთვის. მეც თესეუს სტუდენტი ვარ. 13 ივნისი ჩემთვისაც ძალიან ჩვეულებრივად დაიწყო, თუ არ ჩავთვლით იმ რაღაც კოკისპირულ და
გადაუღებელ წვიმას, რაც მერე საღამოს დაგვატყდა თავს, მაგრამ მე მაინც არ ველოდი ასეთ შედეგს, მანამ სანამ მეორე დღეს ჩემი თვალით არ ვნახე ყველაფერი. არც ჩემი მოხალისეობით წავიდოდი, სიმართლე გითხრათ, უბრალოდ მე დამირეკეს და შემთავაზეს ასეთ რაღაცაში მონაწილეობის მიღება და მაშინ კი უკვე დავთანხმდით სხვათა შორის დიდი სიამოვნებითაც და რაღაც გახარებული ვიყავი თუ ჩემ რაღაც როლს ვითამაშებდი ამ სიტუაციის რაღაც გამოსწორებაში. და შენ სად იყავი მობილიზებული? ჩემმა ლექტორმა დამირეკა სხვათა შორის ძალიან აქტიური ქალი არის და შეუმთავაზა რომ წავსულიყავით და თუ ვერაფერს ვერ გავაკეთებდით მოგვენახულებინა მაინც ის ტერიტორია და რაღაცა გაგვეკეთებინა ჩვენი წვლილი შეგვეტანა და როდესაც უკვე იქ მივედით ჩემმა მოლოდინმა რაღაცას გადააჭარბა ყველაფერს იმიტომ რომ ესეთი სტიქია და ასეთი მდგომარეობა ისედაც არასდროს არ მქონდა ნანახი და რომც მქონოდა ალბათ ასეთ საშინელებას ვერც მოვესწრებოდი ისედაც. და სად იყავით მისულები? ჩვენ მზიურის ტერიტორიაზე ვიყავით, პირველი корпуსის წინ შევიკრიბეთ და შემდეგ ფეხით წავედით მზიურამდე. მე კიდევ ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრით, მარი, რა შეიძლებოდა დავუშვათ უკეთ გაკეთებულიყო, თუნდაც ორგანიზების კუთხით, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა მაშინ გამოაჩინა სურვილი მოხალისეობის და თქვენი აზრით რა შეიძლებოდა უფრო კარგად გაკეთებულიყო ორგანიზების კუთხით, რომ ეს უფრო ეფექტური ყოფილიყო და ამ ადამიანების რესურსი უფრო კარგად ყოფილიყო, ასე ვთქვათ, გამოყენებული? იცით რა არის ეს ტრაგედია იმდენად მოულოდნელი იყო რომ აქ სამოქალაქო საზოგადოებამ ჩემი აზრით თავისი მაქსიმუმი გააკეთა უბრალოდ შეიძლება ჩემი პირადი ვარაუდი რაც არის ის რომ სახელმწიფო სტრუქტურებს უკეთესად ემუშავა თვითონ ტრაგედიის პერიოდშიც უფრო მობილიზებული ყოფილიყვნენ უფრო სწრაფი რეაქციები ქონოდათ იმიტომ რომ მოსმენილი მაქვს დაუშვათ საზოგადოებიდან ხალხის ესეთი კომენტარები მაგალითად რაღაც ადამიანი წყალს მიქონდა და რაღაც არავინ ყურადღებას არ აქცევდა და ტელევიზიებით საკმაოდ გვიან ჩაერთვნენ ამ ყველაფერში ამის გაშუქება გვიან მოხდა და ასე შემდეგ. დაგვიანებული ზარები კიდევ ერთხელ სასტრაფოებში რეკავდნენ, არავინ არ ეხმიანებოდათ, არ მიდიოდნენ იმ კონკრეტულ მომენტში, როცა სჭირდებოდათ მათ ეს დახმარება, ხო? ამაზე საუბარი და და მოხალისეებს კიდევ ესეთი პატარა კითხვა მაქვს. მოხალისეთა ზუსტად აი უსაფრთხოებაზე აი ახსენეს რომ რაღაც დეზინტერიის შემთხვევები იყო, რომ მოხალისეების რაღაც დაზარალების შემთხვევებიც იყო. თუ ვინმე ზრუნავდა ან სახელმწიფო ან ვინმე ან ინფორმირების კუთხით მაინც რომ რაღაც უსაფრთხოების ზომები დავუშვათ დაგეცვათ. პირადად ჩემი მეგობრებიდან მართლა ძალიან ბევრი იღებდა მონაწილეობას ამ დავუშვათ რაღაც ობიექტების დასუფთავებაში და მათ შორის არც ერთს არ ვთქვამს ჩემთვის პირადად არ მოუყოლია რომ ვინმე ზრუნავდა ან მათ ჯანმრთელობაზე ან რამეს აფრთხილებდა ან რაღაც ზომებს იღებდა და ასე შემდეგ. უკვე ეს პროცესები რომ დამთავრდა უკვე რომ რამდენიმე დღე რომ გავიდა, როდესაც წამოვიდა ლაპარაკი რომ შეიძლება ეს ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი წყარო ყოფილიყო, შემდეგ სახელმწიფომ გააკეთა ისე რომ აცრა შეიძლებოდა უფასოდ, რაც ძალიან ნორმალური ნაბიჯი იყო. მე თუ არ ვცდები მოსახლეობამაც კი მიიღო ამაში მონაწილეობა, ხალხი თქვენ იყავით იმ კონკრეტულ მომენტში და ალბათ ნახავთ მე როგორც ჩემამდე ამასული ინფორმაცია იყო რომ ხალხი ბინტებით მიდიოდნენ რაღაცა სახოებებით, ბამბებით, გასაწმენდის საშუალებებით და მე როგორც ვიცი და მსმენია იქ იყო სპეციალური ადგილი, იყო პირველი დახმარების ობიექტი და ნებისმიერი პატარა ნაკაწრის შემთხვევაშიც კი შეგეძლო. ეს ხალხისგან იყო გაკეთებული თუ სახელმწიფომ? იცით რა არის ხა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ის მახსოვს რომ ყველგან სადაც კი ვიყავი ნამყოფი იყო რაღაც პატარა ასეთი ობიექტი მოწყობილი. წითელ ჯვარს ქონდა მე მგონი. კი. ასევე სასტრაფოს მანქანებიც მობილიზებული და ასევე კვების ორგანიზებაც კეთდებოდა კი ანუ მზიურში არ ვიცი და ღმერთთა მოედანზე იყო ზოოპარკთან გაკეთებული სპეციალური ადგილი სადაც მოხალისეები მიდიოდნენ და ნუ შეეძლოთ ანუ ეს ზუსტად არ ვიცი ნამდვილად ვისი ორგანიზებული იყო მაგრამ სახელმწიფოსგან იყო ალბათ ორგანიზებული ეს ყველაფერი იყო სახელმწიფოსი არ ვიცი მაგრამ მოსახლეობა ორგანიზებული და იცით რა თან ამ ჩემი აზრით ამ ორგანიზებაში თუ მოხალისეობის ძალიან დიდი მნიშვნელობა ითამაშა უკვე სოციალურ ქსელებმა.
ანუ ისე ხდებოდა ეს ყველაფერი, რომ ანუ კონკრეტულად ერთი პიროვნება და ერთი ორგანიზაცია არ აკეთებდა ამას ორგანიზაციის ყველა ერთი აკეთებდა, შეიძლება და ანუ ნებისმიერ ადამიანს დაეწერა იქ რამე პატარა საჭიროება და უცბად გაჩნდებოდა ყველაფერი და ეს ყველაფერი ანუ ამიტომ იყო საინტერესო პირველ რიგში ესეთი რამე თანამედროვე ტექნოლოგიების შედეგად განვითარების შედეგად ანუ მე პირადად პირველად ვნახე ასეთი სწრაფი რეაქციები. თუ არ ვცდები თანხებიც კი მოგროვდა, ხო? კი, და ძალიან სწრაფად ხდებოდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს მიერ დამატებითი ორგანიზება არც იყო საჭირო და ჩემი აზრით არც იყო ამ შემთხვევაში რელევანტური სახელმწიფოს ჩართვა, ანუ ეს იყო უბრალოდ სამოქალაქო საზოგადოების, ანუ იმ შემთხვევაში აღარ იქნებოდა სამოქალაქო საზოგადოება მთლიანად თუ სახელმწიფო ჩაერთვებოდა. იმდენად იყო საინტერესო ეს მთელი პროცესი, რამდენადაც ეს იყო მოხალისეობა და სახელმწიფოს გარეშე გაკეთებული, ყველანაირი ვალდებულების გარეშე გაკეთებული. მოდი ვნახოთ ეს პირველი კადრები, მოხალისეები როგორ ეხმარებიან ადამიანებს, ჩვეულებრივი ადამიანები, მოსახლეები როგორ ეხმარება ერთმანეთს. შეიძლება გავუშვათ ვიდეო. ეს ეს გახდათ არა მოხალისეობის ვიდეო, ეს იყო არამედ იმ კადრების ვიდეო, როგორც საღამოს განვითარებული მოვლენების ვიდეო. და თქვენ კარგად გესმოდათ ალბათ და მაყურებელმაც ნახა როგორ ისმოდა, როგორ ითხოვდა ხალხი შველას, როგორ ისმოდა წივილის ხმა, ხო ეს ნათლად ისმოდა. მოდით თუ შეიძლება მეორე ვიდეოც გავუშვათ ბარემ. ეს გახდათ ის ვიდეო, რომელიც ადამიანი მოხალისეების ვიდეო და ზოგიერთი მე ძალიან გუსტი იყო გმირადად შერაცხეს თუ არსები მოსახლეობამ ინტერნეტ საშუალებებში ფოტოები იდებოდა და სიამაყის შეგრძნება გვეუფლებოდა ამ ყველაფრით. მე მაქვს ამიტომ თქვენთან კითხვა ნებისმიერ თქვენთაგანთან როგორ ხდებოდა დაორგანიზება ადგილებზე ანუ თავშეთ ორგანიზაციებს მოყავდათ ხო ძალიან ხშირად ადამიანები ორგანიზაციები ახდენენ მობილიზებას ანუ კოორდინატორები ყავდათ ხოლმე თავშეთ ორგანიზაციის თანამშრომლები თუ ერთმანეთში ახდენდით და ადგილზე ესე თქვა წარმოიშებოდა ვიღაცა ორგანიზატორი და თავის ორგანიზატორობის ნიშს გამოავლენა თუ როგორ იყო ამაზეც როგორ საუბრობთ თუ შეიძლება მარია, მოდი თქვენ გითხარით ჯერ.
აი მაგალითად წეღან ნოდარმა ახსენა წითელი ჯვარი, თუნდაც მე დავამატებდი კიდევ საზოგადოებრივი ორგანიზაცია არის ასეთი IC, რომელთანაც მე მქონდა კონტაქტი, შეხება და თვითონ მოყვეს მათ ასეთი რაღაცა, რომ თვითონ ინტერნეტის საშუალებით აკეთებენ ამის ორგანიზებას, თავიანთი მონაწილეების ორგანიზებას და თავიანთი პროექტების მონაწილეების ორგანიზებას შემდეგ ამ ტრაგედიის დროს ახდედნენ და ამას ყველაფერს ინტერნეტის საშუალებით აკეთებდნენ. კიდევ შეიძლება ყოფილიყო რაღაც ორგანიზაციები მსგავსი სამოქმედო ვარიანტებით, მე პირადად მეტი არ ვიცი. თუმცა კიდე როგორც წეღან თქვით, იყო მოსახლეობის გარკვეული ნაწილისგან ბოროტი ხუმრობები, ანუ რა ხსმენიათ ამის შესახებ, თუ მარიამ წეღან მითხარი შენდა საკმაოდ სასწავლო ფაქტიც იყო. ცუდი შეიძლება ეს, რა თქმა უნდა, ეს არც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო ესე, არ უნდა მოქცეულიყვნენ, მაგრამ იყო მსგავსი შემთხვევები სამწუხაროდ. პირადად ისედაც იყო ლაპარაკი ტრაგედიის ვულგარიზება წარმოიშვა საზოგადოებაში ასეთი საკითხი და მე პირადად ვეთანხმები, იმიტომ რომ მართლაც იყო რაღაც ისეთი საკითხები, ისეთი მომენტები, რომელიც უბრალოდ არ ეკადრება პირადად ადამიანს თვითონ. იმიტომ რომ ოდესაც ამდენი გარდაცვლილი არის, ოდესაც ერთ ოჯახში სიტყვაზე რამდენიმე გარდაცვლილის შეასვენებენ, ვიღაცა უბრალოდ დგას და ძალიან ბოროტად ხუმრობს და საერთოდ არ მიაქვს გულთან ეს გასაჭირი. ძალიან ასე ვთქვათ, ცუდი ჟესტი არის. ორი საშუალება იყო, ორი მხარე აქვს ინტერნეტს, ერთი ცუდი და მეორე კარგიც ხო, რა თქმა უნდა. როგორც წეღან თქვი და ეხლა შენ ახსენე, გარდაცვლილები საკმაოდ ბევრი იყვნენ და ანუ თითოეული რო ჩამოვთვალოთ სამწუხაროდ შეიძლება ვიღაც გამოგრჩეს და კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას რომ ყველა გარდაცვლილის ოჯახს ვიზიარებთ მათ ანუ გვერდში ვდგავართ სულიერად რა თქმა უნდა ფიზიკურად ჩვენ ვერაფრით ვერ დავეხმარებით უკვე დიდი დროა გასული ხო რა თქმა უნდა და ვიზიარებთ სათითაოდ ყველა თქვენთაგან მინდა ვკითხო, მოდი გვანცა თქვენგან დავიწყებ, რომ თქვენი აზრით სახელმწიფოს სამომავლო სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს, ან რა უნდა გაითვალისწინოს, რომ მსგავსი რაღაცები, რა თქმა უნდა, კატასტროფებს თავიდან ალბათ ვერ ავიცირებთ, მაგრამ როგორ შეიძლება მათი შედეგების უფრო სწრაფი და უფრო მსუბუქად, ესე ვთქვათ, ლიკვიდაცია თქვენი აზრით რო გითხრათ? მე ესე მგონია რომ მიუხედავად იმისა რომ ყველა კატასტროფას რა თქმა უნდა ვერ ავიცილებ და არსებობს რაღაცები რაც გარდაუვალია არის ჩემი აზრით რაღაცები რისი გაკეთება სახელმწიფოს შეუძლია იმისთვის რომ სულ მცირე შედეგები მაინც უფრო ნაკლებად მტკივნეული იყოს დავიწყოთ იქიდან რომ ბუნებრივია ეს ყველაფერი იყო უფრო გლობალური პროცესის შედეგი გარდა იმ ძალიან ლოკალური პროცესების რომელიც ახსენე ეს თვითონ ამ კონკრეტულ ხეობაში ეს გლობალური დათბობის თანმიმდევრი პროცესია რომელიც მხოლოდ საქართველოში და მხოლოდ თბილისში არ ხდება ამის პრევენციისთვის და იმისთვის რომ ხელი შეუშალოთ პირველ რიგში საჭიროა ის რომ ყველა კრიტიკული ობიექტი კარგად იყოს შესწავლილი ანუ იცოდეს საქართველოს ანუ თავის კონკრეტულ სამსახურმა რომელიც ამაზე მუშაობს რა საფრთხეები შეიძლება იყოს ჩვენს გარშემო როცა უკვე იდენტიფიცირებულია ეს საფრთხეები შემდეგ უკვე შეგვიძლია ამ საფრთხეების წინააღმდეგ რაღაცა კონკრეტული ღონისძიებების ნაბიჯების გადადგმა მაგალითად თუ არის მეწყერ საშიში ზონა და არის ისეთი სიტუაცია რომ შეიძლება მეწყერი ჩამოვიდეს და დინარეში მოახდინოს ეს გადაკეტვა მაშინ უნდა გადაიდგას ის ნაბიჯები რომლებიც ხელს შეუშვეს მეწყრის ჩამოწვას თუნდაც ხეების დარგვა ან სხვა ან რაღაცა საბჯენების შენება ანუ მე ჩემი აზრით რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რამე შეიძლება ამის წინააღმდეგ გაკეთდეს და უბრალოდ ამას სჭირდება ძალიან საფუძვლიანი მუშაობა რომელიც მოიცავს ბევრი ექსპერტის ჩართვას შეიძლება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას და ამის შედეგად უკვე ჩვენს სიტუაციაზე მორგებას და ჩვენს გარემოზე მორგებას როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გაკეთდეს. თქვენ როგორ გიფიქრობთ? ანუ რამე სახელმწიფოს აქვს რამე ისეთი, ანუ რით გვიცავს ასეთი კატასტროფებისგან? თუ ფიქრობთ რამე ბუნების
მიმართ რამე თავდაცვის საშუალებებს თუ იყენებენ, ანუ დღეს მაგალითად 2 ივლისია და დღეს არის გამოცხადებული ხო რაღაც სპეციალური ისა მშენებლობების წინააღმდეგ ბუნებრივი და ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით რაღაც დღე არის თორცები ქვევრი. პირველ რიგში და როდესაც პრობლემა სანამ დადგება რომ წყალდიდობისგან შეიძლება რაღაცა დაზიანდეს ან ნებისმიერი სხვა სტიქიური უბედურებისგან პირველ რიგში როდესაც რაღაც ობიექტი შენდება, კეთდება, ან თუნდაც ესტაკადა როდესაც გაკეთდა, ან ნებისმიერი სხვა პირველ რიგში საფუძვლიანი კვლევები არის ამის საჭირო და იგივე ამ საკითხთან მიმართებაში, როდესაც იყო საუბარი ამაზე საზოგადოების მხრიდან, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, რომლებიც სწორედ ამ კუთხით მუშაობენ, ექსპერტების მხრიდან, რომ ეს საშიში არის და შესაძლებელი არის ასეთ მოვლენების ასეთ განვითარების შემთხვევაში მივიღოთ დიდი ტრაგედია თბილისში. ამას სახელმწიფომ ყურადღება უნდა მიაქციოს. ხშირ შემთხვევაში შეიძლება ვიღაცა ამას პოლიტიკური მიზნით იყენებს და ამაზე აპელირებს და ეს პოლიტიკოსის საქმე შეიძლება იყოს, მაგრამ არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობენ დამოუკიდებელი ექსპერტები და სახელმწიფო ნებისმიერი მთავრობა ვალდებული არის, რომ ზუსტად აი ამას მიაქციოს ყურადღება და გარდა ამისა თვითონ სახელმწიფოსაც ხომ მყავს ექსპერტები, ვისაც ევალება ამ საკითხების შესწავლა. არ შეიძლება ესე მარტივად ან ჰესის აშენება, ან ესტაკადის, ან მსგავსი ნებისმიერი ნაგებობის იქნება თუ სხვა იმისი, რომ თუ ბუნებასთან მიმართებაში უნდა მოხდეს მაქსიმალურად ფრთხილად ჩარევა, მაქსიმალურად ეკოლოგიური პასუხისმგებლობის აღება და გათვალისწინება. ძალიან მაინტერესებს თუ იცით თქვენ რომელიმე ან სახელმწიფოს დღეს მაგალითად იგივე ზოოპარკს აქვთ რაიმე გეგმა აი მაგალითად საგანგებო სიტუაციების დროს რაღაცა მართვის გეგმა მაგალითად იგივე ზოოპარკში ხო ძალიან ბევრი ადამიანიც დაიღუპა თანამშრომელიც ცხოველიც გავიგეთ რომ შესაძლებელი იყო მათი დავშოთ იმ ცხოველების არადახოცვა არამედ უფრო სხვანაირი მეთოდებით დაჭერა თუ იცით აი დღეს მაინც თუ ისწავლა სახელმწიფომ ასე ვთქვათ რამე გაკვეთილი და თუ მუშავდება რაიმე სტრატეგიები რამე სფეროებში ნებისმიერ განვითარებულ და ნორმალურ სახელმწიფოში უნდა იდოს ნებისმიერი სტრუქტურისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის გარკვეული დოკუმენტები და ნამდვილად არ მქონია ამ მიმართულებით ამ საკითხებთან წვდომა და ნამდვილად ვერ დავადასტურებ ამას, მაგრამ ერთი წელი არ არის ბევრი დრო და შარშემდელმა მოვლენებმა ცალსახად გამოავლინა ის ფაქტი, რომ მსგავსი არაფერი არ გქონია და ჩამოიშალა არც საგანგებო სიტუაციების სამსახური მუშაობდა, ვერც პატრული მუშაობდა და ვერც სასტრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები მუშაობდნენ. კარგად ვიცით ყველამ, რომ იყო გამოძახებები და ეს არ მიდიოდა, ხო? არ ჯეროდა და ერთ-ერთი ქალბატონმა სამჯერ დარეკა, რომ წყალი ვარდებოდა უკვე მის ოჯახში და ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ იყო. ასევე კადრებში კარგად ჩანს არის ესეთი სიტუაცია, როდესაც პატრულის თანამშრომელი უბრალოდ დგას და წყალში არ შედის და თუ სწორად მახსოვს ქალბატონი იყო, რომელიც იყო გამოსაყვანი და უბრალო ადამიანები შედიან წყალში და საკუთარი სიცოცხლის ფასად გამოხავთ, ხო ის ქალბატონი. ეს რა მაინტერესებს, ანუ ხედავთ, რომ ფაქტიურად რომელი მთავრობაც არ უნდა იყოს, არ აქვს ამას მნიშვნელობა. მთავარია აშენდეს, მთავარია რაღაცა როგორც თვლიან, რომ მშენებლობები იყოს. ანუ ეს თქმა მინდა თუ შეიძლება. კი, თქმა მინდა აუცილებლად შეკითხვას დაგესვათ თუ შეიძლება. ანუ ხედავთ, რომ არავითარ რეაგირებას არ ახდენენ. როგორ ფიქრობთ, თუნდაც ახალგაზრდებმა რა წვლილი შეიძლება შევიტანოთ იმისთვის, რომ აი ჩვენი ეკოლოგია დავიცვათ, ჩვენი გარემო დავიცვათ? დიახ, გეტყვით ის რომ ჩვენ სახელმწიფოებრიობის მართვის დიდი გამოცდილება არ გვაქვს და 90-იანებიდან ბევრი დრო არ გავიდა, მე ვთვლი რომ უკვე ბევრი დრო გავიდა და უკვე საკმარისი გამოცდილებაც დავაგროვეთ. ამ პროცესმაცაც ჩვენა რომ არც სამოქალაქო საზოგადოების გამოცდილება არ გვაქვს და დღეს მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება საქართველოში. თუმცა აი ამ კრიტიკულ მომენტში ჩვენ დავინახეთ ძალიან ჯანსაღი საზოგადოება, რომლისთვისაც სახელმწიფოს არაფერი არ დაუვალები, არაფერი არ უთქვამს. ეს მთლიანად ახალგაზრდების მხრიდან იყო წამოსული, რომ მათ იგრძნეს პასუხისმგებლობა და ისინი აკეთებდნენ ამას თავისი დამოუკიდებელი აზროვნებიდან გამომდინარე და დღეს ახალგაზრდებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ, ასევე ამ კუთხით და სხვა კუთხითაც და იგივე ეკოლოგიური პასუხისმგებლობის კუთხით არის ახალგაზრდული ჯგუფები, მწვანე მუშტი მაგალითად, ხო? და სხვაები, რომლებიც ახალგაზრდა მწვანეები, რომლებიც მუშაობენ გარკვეულ აქტივობებს ახორციელებენ, რომ მოახდინონ ზემოქმედება სახელმწიფოზე. იყო ძალიან დიდი გამოსვლები და ძალიან დიდი წინააღმდეგობა იგივე ჰესებთან მიმართებაში. ეს ძალიან აქტუალური საკითხი არის დღეს ჰესების მშენებლობაც, ხო?
და შესაძლებელი არის მივიღოთ, რომ გარკვეული საქართველოს ნაწილი დაიტბოროს აი ამ გაუთვალისწინებელი მოვლენებიდან გამომდინარე. აქაც იგივე პრობლემები დგას, რომ არ ხდება სიღრმისეული ანალიზი ალბათ და აი თქვენ ახსენეთ, რომ უბრალოდ აშენება და რაღაცას გაკეთება გაკეთებისთვის და არა რეალური შედეგისთვის, ხო? არ ფიქრობთ მომავალზე. მარიამ, აი მე მინდა გითხოს ძალიან. თქვენი აზრით, აი თუ შენარჩუნდა მაგალითად ახალგაზრდობაში, საზოგადოებაში, აი ისევ ის მუხტი, რომელიც 13 ივნისი იყო, თუ შეიძლება. იმიტომ რომ ძალიან ბევრგან მსმენია, რომ აი ეს იყო ერთჯერადი რაღაც აქცია და ასე შემდეგ და მოსახლეობა ისევ ისე ვთქვათ დაიყო, დანაწილდა თავთავისთვის. თქვენი აზრით როგორ არის, რა შედეგები გვაქვს დღეს? თვითონ ტრაგედიის შინაარსი და შედეგები იყო ისეთი, რომ ძალიან საკვირველი იქნებოდა, რომ სხვანაირი მუხტი არ გამოეწვია საზოგადოებაში და გულგრილად ჩაევლოთ ახალგაზრდებს ამისათვის და ესე დღეს რთული არის მუხტის შენარჩუნებაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ასეთი რაღაცა ღმერთმა დაგვიფაროს და კიდევ უნდა მოხდეს, რომ გამოვცადოთ, რამდენად არის შენარჩუნებული ის მუხტი. და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებამ თავისი გააზრებული ქმედებით გააკეთა, თავისი დიდი შეგნებით გააკეთა და მსგავსი საჭიროება რომ დადგეს, კიდევ ისე მოვიქცევით ახალგაზრდები და ანუ დღეს ვერც იქნება ის მუხტი, იმიტომ რომ დღეს არ არის ამ მუხტის საჭიროება. შესაბამისად ტკივილი უნდა განვეცადოთ ალბათ კვალმა ღმერთმა გვაშოროს ყველაფერი ცუდი რა თქმა უნდა გისმით. თუმცა ჩემი აზრით არის რაღაც საკითხები, რაც მუდმივად აქტუალური, ანუ ის რომ ტრაგედიამ ჩაიარა არ ნიშნავს რომ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები აღმოიფხვრა. ანუ მე ვფიქრობ რომ არის რაღაც საკითხები, რაც მუდმივად უნდა იყოს ყურადღების ცენტრში და ყურადღების ცენტრში უნდა იყოს სწორედ იმ ხალხის მიმართაც, ვინც იდეაში გამოდის მის დასაცავად, რომ ისინი რაღაცას აკეთებენ საზოგადოებისთვის. მე მაინტერესებს, აი დაღუპულებზე ძალიან ბევრგან მსმენია, რომ გაცილებით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე ასე თქვათ აცხადებენ ოფიციალურ მედია საშუალებებში და თქვენ აზრით რატომ უნდა მალავდეს ამას? ერთის მხრივ სახელმწიფო რა ინტერესი აქვს ამის დამალვის და მეორე მხრივ მით უმეტეს უფრო ჟურნალისტებს ან დაუშვათ იგივე ოპოზიციურ ძალებს და ასე შემდეგ. საიდან ვიცით რომ ეს არ ცხადდებოდა ეს ინფორმაცია? ეს ზუსტი ინფორმაცია არ გვექნება ალბათ ხო, ანუ რა თქმა უნდა. მე მგონი არ არის. არა, ნამდვილად. დამალვა ოპოზიცია საკმაოდ ძლიერი არის და ოპოზიცია არ დამალავდა ამას. არც არასამთავრობო სექტორი და იგივე ახალგაზრდათა ასოციაცია და სხვა დიდი ორგანიზაციები ამას მე მგონი არ დაუშვებდნენ. მე მგონი არც ისეთი ფაქტები იყო, რომ შეუძლებელი უბრალოდ ვიღაცის სიკვდილით დამალო და ჩემი აზრით ანუ ეხლა ამაზე საუბარი მეც და მაინც აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ზუსტად მაინც არ ვიცით. ხო, ეს შემთხვევები არ მგონია მომხდარიყო. უბრალოდ ზოგიერთი სიტუაცია ამდენად მძიმე იყო, თუნდაც დები ზარანდიების ვარიანტი, რომ ანუ მათმა პირადმა ისტორიამ გადააჭარბა სხვა დანარჩენებისას, ესე უხეშად რო ვთქვა და მათი ამ შემთხვევაში უფრო მეტი ყურადღება გადავიდა, მაგალითად ქალბატონმა სანდრა როლოვსმა მათ სახელობის ფონდიც კი ჩამოაყალიბა და ნუ ასე შემდეგ. ერთ ოჯახში ორი ახალგაზრდა გარდაცვლილი საკმაოდ მტკივნეული ფაქტია ხო რა თქმა უნდა. მე ძალიან მიხარია და მიამაყება რომ თქვენ ახალგაზრდები ამ ყველაფერში იყავთ ჩართულები და უამრავი ახალგაზრდა კიდევ და ჩვენ რა თქმა უნდა ამის საშუალება არ გვექნება რომ ყველა მოვიწიოთ ხო რა თქმა უნდა, მაგრამ დიდი მადლობა თქვენივისთვის რომ ამ ყველაფერში ამ დიდი წვლილი მიიღეთ. ქვეყნის სახელითაც შეიძლება მოგიხადოთ ალბათ მადლობა და უღრმესი მადლობა თქვენ. დღევანდელი გადაცემა კი დასასრულს უახლოვდება და ჩვენ შევეცდებით მაქსიმალური ინფორმაციები ყოველთვის მოგაწოდოთ ჩვენი ახალგაზრდების შესახებ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში რას აკეთებენ ისინი თავიანთი ქვეყნისთვის, თავიანთი მოსახლეობისთვის, საყვარელი ადამიანებისთვის, ხო რა თქმა უნდა. ჩვენ მაყურებელს კი ზუსტად 2 კვირით დავამშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე.